Raul Batumelebis და ნეტგაზეთის დირექტორს, რომელმაც პოლიციაზე ფიზიკურად იზალა და ამას კადრებიც არსებობს, თუ გაქვთ ნანახი. და ამას უდებენ პოლიტიკურ სარჩულს. ხო, ნახე და ნიშანდობლივია, მეორე დღეს იყო Batumelebis რედაქტორის კომენტარი ამაზე, რომელსაც მოითხოვა პირდაპირ ეთერში, რომ თავად ის იქ იმყოფებოდა, კარგადაც ხედავდა, გვერდზე იდგა იქვე და შემდეგ კადრებში ეს ყველამ დავინახეთ, როგორ დაარტყა პოლიციელს ხელი Batumelebis ერთ-ერთმა რედაქტორმა და მეორე რედაქტორი პირდაპირ ურცხვად იტყუებოდა, ატყუებდა ჟურნალისტს, ატყუებდა ჩვენ მაყურებლებს, რომ თითქოს იქ რა ჩოჩქოლი იყო და ვერც მიხვდა რა იყო, თითქოს ხელი უბრალოდ ამოძრავა და შემთხვევით მოხდა. აი ეს გარდა იმისა, რომ ხედავ ჩვენ რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ და Batumelebis შეეხება და ნეტგაზეთს არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული მედია გამოცემები და ეს გამოჩნდა, ხო, ამ გრანტებში და უცხოურ დაფინანსებაში ნაცვლად იმისა, რომ განვითარებული იყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი. თორე იქ ჟურნალისტი იქ რო არის, იქ რა ჩოჩქოლი რა ხელის რტმევა და ასე შემდეგ ხოდა პოლიციასთან. რა ესაქმებოდა პოლიციასთან ჟურნალისტებს გარდა იმისა, რომ აღებეცათ და აღეწერათ რაც ხდებოდა იქ როგორც ჟურნალისტებს და ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში ნაცვლად ჟურნალისტიკისა მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც აი ამ ვითარებამდე მივყავართ, როდესაც ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე და დაარტყა პოლიციელს. და მეორე ჟურნალისტი იტყუება იმაზე, რომ თითქოს იქ არაფერი არ მოხდა. ჩერდება ვიდეო კადრები, სადაც შეგვაჩი აგინებს ზია ამახლობებს ეს კადრები თუ ნახე და როგორ შეაბა. არ მინახავს, არ ვიცი მე, მაგრამ რაც კადრები ბევრი გავცელდა, რაც ჩვენ ნახეთ ის, რომ თავდაპირველად ესე იგი სკანდალი შექმნეს და თლიან საზოგადოებას მეც პირადად როგორც მაყურებელს ხომ ამ მდგომარეობის გვატყუებდნენ, თითქოს ეს იყო რაღაცა ჩოჩქოლი და ვერ მიხვდა რა მოხდა, თითქოს ვიღაცა ხელს უკავებდა მას და მექანიკურად მოიქნია, მე მგონი კადრებში პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის განზრახ თავდასხმა პოლიციელზე. რაც სამწუხარო ეხა გასაგებია, რომ შეიძლება ეხა ვიღაც ემოციებში იყო, მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ თუ ჟურნალისტი ადამიანი, მაშინ მას ჟურნალისტის საქმიანობა უნდა განახორციელოს და თუ ჟურნალისტის საქმიანობას განახორციელებს, მაშინ არც ემოციები ექნება და არც ესეთი ძალადობის ფაქტები. თავიანთი საქმიანობის გაწევაში ოპერატორს რატომ შეუჩალეს ხელი? არა, ხელი შეშლა რა ეს იყო ხელი შეშლა, იქ იყო ჩვეულებრივი. ოპერატორი დააკავეს კიდე ყველა მოდი ასე ვთქვათ, მე ხა ყველა დეტალზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ის ზოგადი რაც გავრცელდა კადრები, რასაც ხედავდით, მათ შორის Batumelebis რედაქტორთან დაკავშირებით, ამ უნდა თითქოს ეს არის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელი შეშლა, რა ჟურნალისტის საქმიანობა? ადამიანი იქ აქციას ატარებდა და თან იძალა და პოლიციელზე. რაც სამწუხარო ფაქტია. არის ერთ-ერთი გავლენიანი მედია საშუალება. სამწუხაროა, რომ გავლენიანი მედია ესეთი აქტიურება გასაგებია. კი ბატონო, მაგრამ გასაგებია, კი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველაზე გავლენიანი თუ კი არის გავლენიანი მედია საშუალება, ძალადობს პოლიციელს. Ας ფიქრობთ, ბატონო,